აფხაზეთიდან დევნილი ლაურა ჯალაღონიას ტოლთა და განსახლების სამინისტროსთან საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვს. ლაურა ჯალაღონიას მუხიანში ეწოდებული არაშენდას დასახლებაში 9 წელია სხვის კუთვნილ ფართში ცხოვრობს. სახლის მეპატრონე მას საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა, თუმცა აფხაზეთიდან დევნილს წასასვლელი არ აქვს. ჯალაღონია ამბობს, რომ ტოლთა სამინისტროს ფართის გამოყოფის თხოვნით ჯერ კიდევ ყობა სუბელიანის მინისტრობის დროს მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ რა მოხმაურებია. ტოლთა და განსახლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ჯალაღონიას საქმე სამინისტრო შეისწავლის და უახლოეს დღეებში კონკრეტულ პასუხს დასცემენ. იანვრის თვეში ზამთარში პატარა ბავშვიანები გაყარეს ეს სრულმნიშვნელობით. ხო და ბოლო მე ვიყავი, იმიტომ რომ ვეცოდებოდი იმ ქალს არ მაწუხებდა, მაგრამ ახლა რაღაცა პრობლემები შეექმნა და უნდა თავის სახლი. და უკვე ფეხი ამიდგო, გინდა თუ არა გახვიდეო. ახლა დასჭირდა ამ კაცს და უნდა გავიდე და სად გავიდე? კი გავალ ბატონო, არ მინდა. მე ცივილიზაციის ქვეყნიდან მოვედი. კივილი არ მინდა. ნორმალურად მინდა გავიდე. მე არ თხოვლობ ერთი ოთახი. იმის ქონება არ მქონდა დასაწვავი. მე რო ერთი პატარა ოთახი ჩემთვის რო გამოინახია და აი ასე ცხოვრობ 10 წელია. სამინისტროს წარმომადგენელი დევნილთა დეპარტამენტიდან ჩართული აღნიშნულ პროცესში და მიმდინარეობს ამ კონკრეტული საკითხის შესწავლა. უახლოეს დროებში გაიგო ეს საკითხი, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ამ ეტაპზე.